ჯანსაღი ცხოვრების წესი და საწინდარი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანდაზმულობის. ხო და ჩემოთინათინ ახლა ნინი ტაველიძე შემოგვიერთა ძალიან საინტერესო ამბით. მე ვერ ვხედავდი, აქ არის? ძალიან საინტერესო ამბით არის. არ გვეცალა იმისთვის რომ აქეთ გავგვეხედო, მაგრამ მე მაინც დავინახე. მორიელის შემოსვლა თუ ვერ ვიგრძნობ და აბა რას ვიგრძნობ. შევთხოვეთ რომ ჩვენზეც აქცენტი გააკეთოს იმ თემასთან მიმართებაში, რაც მას აქვს. კი, ჭაღარა, ხანდაზმულობა და ყველაფერი კარგი და სად ხდება და რატომ ხდება ესეც ამოხსნა. გისმენთ გულდასმით ნინიკო რა ხდება ჩვენს თავს. დილან შვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს თქვენი და ჩვენი მაყურებლის ყურადღებას ეგრეთ წოდებულ ლურჯ ზონებზე, ანუ იმ ადგილებზე შევაჩერებ, სადაც ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოზე ბევრად მაღალი არის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლურჯი ზონების მოსახლეობა 100 წლამდე ცხოვრობს და ბუნებრივია ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ ლურჯი ზონები და საინტერესო ისტორია აქვს თავად ამ ტერმინს, რომლის წარმოშობაც დემოგრაფ მიშელ პულენს უკავშირდება. სხვა შორის 90-იან წლებში ის და მისი გუნდი იკვლევდნენ სწორედაც აი ამ ადგილებს, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო საკმაოდ მაღალი და იმისთვის, რომ ეს ადგილები, ასე ვთქვათ, კარგად დაემახსოვრებინათ, რუკაზე ლურჯი მელნით ნიშნავდნენ ამ ადგილებს. ასე დაიწყო ლურჯი ზონების ისტორია, თუმცა მოგვიანებით ეს ტერმინი პოპულარული უკვე მკვლევარმა დენ ბუტნერმა გახადა, რომელმაც ლურჯი ზონების საიდუმლოს, ასე ვთქვათ, ამოხსნა და შესწავლა განიზრახა და წიგნის სახელწოდებით ლურჯი ზონები გაკვეთილები ხანგრძლივი ცხოვრებისთვის დაწერა. ეს პატარა ისტორია თუ საიდან იღებს სათავეს თვითონ ეს ტერმინი. იცოდით რომ დღესდღეობით სოფლიოში ასეთი არსებობს 5 ზონა და მოდით დავიწყოთ და განვიხილოთ თითოეული მათგანი. ჩამონათვალში პირველ ადგილს კუნძულ სარდინიაზე მდებარე მაღალმთიანი ოლიასტრის პროვინცია იკავებს, რომელშიც ამ ბოლო მონაცემებით 58026 ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს იყო ის პირველი ლურჯი ზონა, რომელიც მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა. სტატისტიკის პორტალის სტატისტას მონაცემებით ოლიასტრის პროვინციაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 83 წელი. Deutsche Welle-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ახლა კადრებსაც უნდა ხედავდეს ჩვენი მაყურებელი და მათი მონაცემებით ამჟამად ოლიასტრის პროვინციაში 100 წლის 534 ადამიანი ცხოვრობს და ბუნებრივია ალბათ დაგებადებოდეთ შეკითხვა, რომ რას აკეთებს ადგილობრივი მოსახლეობა ამისთვის. ოლიასტრის პროვინციაში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ფერმებში მუშაობენ. ისინი მხოლოდ ახალ და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მომზადებულ კერძებს მიირთმევენ. მათი ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, დღის რაციონში და კვების რაციონში დიდ ადგილს იკავებს მარცვლეული. ისინი მხოლოდ ბალახით გამოკვებილი ცხრის ყველს იყენებენ. ეს ფაქტი აღსანიშნავია და ასევე მომზადებისას, რა თქმა უნდა, კონსერვანტებსა და დანამატების მოხმარებაზე უარს ამბობენ. სარდინიელები ცხოველური ცილების ნაცვლად მიირთმევენ მცენარეულ ცილებსა და ცხიმებს და მათთვის ძირითადად აი ცილების წყარო არის ლობიო, ანაცვლებენ ლობიოს ხორცს ლობიოთი და რაც შეეხება თავად ხორცს, მხოლოდ თვის განმავლობაში 4-ჯერ ან 5-ჯერ მიირთმევენ. ეს ხდება ხოლმე ძირითადად ან შაბათ დღეს, ან რაღაც მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს. ასევე წითელ ღვინოსაც ასაუნოთ საშუალო რაოდენობით, რა თქმა უნდა და როგორც ისინი ამბობენ, სტრესის დონე საგრძნობლად, რა თქმა უნდა ზომიერი რაოდენობით მიირთმეული წითელი ღვინო, ასე ვთქვათ, ამცირებს. აღსანიშნავია ხა ის, რომ არ არის იქ სპორტ დარბაზები, შესაბამისად ამ ინტენსიური ვარჯიშების ნაცვლად ისინი ფეხით დღეში მინიმუმ 8 კილომეტრს დადიან ოლიასტრის პროვინციას. ნამდვილად მთიანი ლანდშაფტი აქვს, შესაბამისად მათ ფიზიკურ დატვირთვას უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ასამაგებს ეს ყველაფერი. ასევე მუშაობები იქაც ხო ფიზიკურად აქტიურები არიან ნამდვილად მიწადმოქმედებით, მებაღეობით, რაც ასე ვთქვათ, კალორიების დაწვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. მენტალურ ჯანმრთელობასაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ყველა ასაკის წარმომადგენელი სოციალურ აქტივობებში არის ჩართული, ყოველდღე აწყობენ თამაშებს, უზიარებენ ერთმანეთს ისტორიებს და ბუნებრივი არის, რომ ეს მოქმედებს იმაზე, რომ მათი მენტალური ჯანმრთელობა იყოს ძლიერი და ხანდაზმულებს ეპყრობიან, ასე ვთქვათ, პატივისცემით და ვერ ნახავთ იქ მოხუცთა თავშესაფრებს, 2-3 თაობა ხშირად ხოლმე ცხოვრობს ერთ სახლში. მეორე ლურჯი ზონა არის საბერძნეთში, კერძოდ იკარიაში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც მოსახლეობას სიკვდილი დაავიწყდა. სწორედ ასე მოიხსენიებს საერთაშორისო მედია საბერძნეთის ამ კუთხეს და გამოცემა გარდიანის ინფორმაციით იკარიის
ცხოვრებლებიდან ყოველი მესამე თითქმის 90 წლამდე ცოცხლობს. ჯანმრთელობის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ამ ადგილას ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 83, მამაკაცების 78 წელი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იკარიას არც ერთ მაცხოვრებელს არ აქვს დემენცია, უცხოჩვენს მოყოლებელს, რომელიც არის მეხსიერების დაქვეითების პრობლემა და არც ქრონიკული დაავადებები და რასაკეთებს ახლა იკარიელებს. იკარის მოსახლეობა ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავს. ხმელთაშუა ზღვის დიეტა ეს ზოგადი ტერმინია, რომელსაც იყენებენ ხოლმე ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე, ასე ვთქვათ, ქვეყნების ტრადიციული კვებითი ჩვევების აღსაწერად და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია ხოლმე ჩვენს ეთერში ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე. ის დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, პურსა და სხვა მარცვლეულს, კარტოფილს, ლობიოსა და თხილს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წითელი ხორცის ნაცვლად ამ ხმელთაშუა ზღვის დიეტაში გამოყენებული არის ფრინველისა და თევზის ხორცი, ასევე ჭამის დროს მცირე რაოდენობით აქაც ამ შემთხვევაში იღებენ წითელ ღვინოს, ხოლო ტკბილეულის ნაცვლად ჩვეულებრივად მიირთმევენ ხილს, ჩაცებულ ხილს ამ შემთხვევაში. რასაც ბუნება გაძლევს ადამიანმა, რომ რაღაცა მოიგონა და ძალიან ბევრმა კვლევამაც აჩვენა ის, რომ ერთ-ერთ ჯანსაღად მიიჩნევა სწორედ ეს ხმელთაშუა ზღვის დიეტა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ანუ ჩაისმის კულტურა აქვთ, ეს არის ველური როზმარინის, ორეგანოსა და სალვის ჩაის სვავენ და ორგანიზმიდან სითხის დიდი რაოდენობით გამოდევნა, რა თქმა უნდა, არტერიულ წნევას საგრძნობლად არეგულირებს. ასევე შუადღესაც ისინი 1 საათს აუცილებლად იძინებენ ხოლმე, რათა ენერგია აღიდგინონ და ძროხის რძის ნაცვლად თხის რძეს მიირთმევენ. დიდ ყურადღებას უთმობენ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სოციალურ კავშირებს, რომ არავინ არ იგრძნოს თავი მარტო და რა თქმა უნდა, აწყობენ აქტივობებს. კიდევ ერთი ლურჯი ზონა, ეს არის უკვე ნიკოიას ნახევარკუნძული, რომელიც კოსტა-რიკაზე მდებარეობს. Business Insider-ის ერთ-ერთი პრესტიჟული გამოცემა, მისი ინფორმაციით ნიკოიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 85 წელი, როგორც BBC წერს, სასმელ წყალს, რომელიც ნიკოიას ნახევარკუნძულზე მოდის, კალციუმის ყველაზე მაღალი შემცველობა აქვს, რითიც რა თქმა უნდა მოსახლეობის გულის დაავადებების დაბალი მაჩვენებელი, ძვლების სიმყარე და მოტეხილობების სიმცირე აიხსნება. ნიკოიას მცხოვრებლებს ძლიერი ოჯახური კავშირები აქვთ, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ახლა კი რაც შეეხება კვებას, მეზოამერიკულ დიეტას იცავენ, რაც მცენარეული საკვებისა და ნაკლებად ცხოველური პროდუქტების მოხმარებას გულისხმობს და მათი კვების რაციონში დიდი ადგილი ლობიოს უკავია, სიმინდს, გოგრას, პაპაიასა და ბანანს. სახლების უმრავლესობა აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან არის აგებული, რაც ბუნებრივია, რომ მათ ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად და ფიზიკურ შრომას ეწევიან ისინი. დიდ დროს ატარებენ მზეზე, რათა D ვიტამინი მიიღოს მათმა ორგანიზმმა და ისინი თავიანთი ცხოვრების სტილს პლან დ ვიტას, იგივე ცხოვრების გეგმას უწოდებენ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დადებითი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ყველაფერი იმის მიმართ, რაც ცხოვრებაში ხდება. განწყობა, ანუ დაწყობის თეორია. ოკინავაზეც უნდა მოგიყვეთ, ეს არის უკვე იაპონიის კუნძული, რომელსაც უკტავების ადგილს უწოდებენ სხვანაირად და ამ შემთხვევაშიც დემენციისა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა დაავადების რისკი არის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოკინავაზე მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უკვე 87 წელი არის. მათი რაციონი აქაც ამ შემთხვევაში მცენარეული საკვებისგან შედგება და დიდი რაოდენობით შემწვარ ბოსტნეულს, ტკბილ კარტოფილს, ტოფუს მიირთმევენ, ტოფუს არის თეთრი სოიოსგან დამზადებული. ისინი წყვეტენ კვებას, როგორც კი იგრძნობენ, რომ აქვთ ეს დანაკლების შეგრძნება და საკმაოდ ნელა მიირთმევენ ხოლმე საკვებებს, რათა ასე ვთქვათ, მარტივად მოხდეს მონელების პროცესი და ჟასმინის ჩაის სვამენ ასევე. ამ შემთხვევაში არის მებაღეობას მისდევენ ისინი, დაკავდებიან ფიზიკური აქტივობებით და იკიგაის უკავია მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი. ეს არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო. მისი მთავარი არსი არის შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევა და ასევე იმ პატარა წვრილმანებით ტკბობა, რაც ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში ხდება და ოკინავალებს ღრმად სჯერათ იმის, რომ ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რაც ცხოვრების ხალის დაგვებრუნებს და მოტივაციას მოგცემს ცხოვრებაში. და ბოლო ლურჯი ზონა უკვე კალიფორნიაში მდებარეობს და ლომა-ლინდა ჰქვია მას. უმრავლესობა არის 100 წლამდე ნასაკის და მეშვიდე, ხოთშორს ძალიან რელიგიური საქვთ წესი, იმიტომ რომ მეშვიდე დღის ადვენტისტებით არის დასახლებული. ეს არის პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები არიან და დიდ მნიშვნელობას შაბათის დაცვას ანიჭებენ. ამ დღეს ყველა ისვენებს თითქმის, ასევე მოსახლეობის უმრავლესობა ვეგეტარიანელია და ხორცის მიირთმევაზე უარს ამბობს. მათი კვების რაციონში დიდი ადგილი ავოკადოს, თხილსა და ლობიოს უჭირავს. არ მოიხმარენ თამბაქოსა და ალკოჰოლს და
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ კავშირების დამყარებას და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა უნდა აღინიშნოს და თუ საერთოდ რო გვაძლევს საშუალებას ძალიან საინტერესო კვლევა მინდა უთხრა ჩვენს მოყოლებელს აი გამოიკვლეს ბუნებრივი რა ხდება და შეისწავლეს აი ამ ადამიანების ორგანიზმი და სისხლი და აღმოჩინეს გენი რომელიც დაბერების პროცესს ანელებს ადამიანებში და აი ეს გენი დატესტეს თაგვების შემთხვევაში და ამ გენის საშუალებით გულის დაავადებების რისკი თაგვებში შემცირდა ასევე ხანდაზმულ თაგვებში ასე ვთქვათ გულის ანუ ასაკია გაახალგაზრდავდა 10 წლით და ეს არის ძალიან საინტერესო და საყურადღებო კვლევა არის და ფიქრობენ რომ მომავალში უფრო მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ იმიტომ რომ შეიძლება აი რაღაცა ამის საიდუმლო ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნა და აი ამ გენის გამოყენებით თქვათ ადამიანებს უფრო გაუხანგრძლივონ ასე ვთქვათ სიცოცხლე. აი ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც მინდოდა დღეს თქვენი და ჩვენი მაყურებლის ყურადღება შემეჩადებინა. ძალიან დიდი მადლობა. გული ამიჩუყდა სიმართლე გითხრა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ძალიან სიმარტივეში ამოვიცანი მთელი სიბრძნე. წარმოვიდგინე კახეთში როგორ მოყავს ყურძენი ადამიანს და იმ უკვე თავისი მოსარდა პატარა რაღაცები თქმობაო ითქვა ხო უდიდესი შრომა ასე ვთქვათ ვენახის მოვლა მაგრამ აი ამ ფიზიკურ შრომასთან ერთად მე ამ შენ ნაყოფს რო უყურებ რო ეფერები რო ტკბები ამ ყველაფერით მე ამქედან გამოწრულ ღვინოსაც რო დალევ და ჯანსაღად იკვებები ეს ყოფილა ჯანსაღი ცხოვრების და ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო მადლობა ნინი ძალიან დიდი